ინდოეთში ეგრეთ წოდებული ნიპას ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. უწყების განცხადებით, ებოლასთან ერთად ნიპა საკმაოდ მაღალი ლეტალობის გამოწვევ ვირუსად განიხილება. ექიმ-ეპიდემიოლოგ მარინა კაპანაძის განმარტებით, დაავადება ახლო კონტაქტით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით ვრცელდება. ძირითადი რეზერვუარი კი ხილის მჭამელი ღამურაა. აღსანიშნავი არის, რომ ასეთი ტიპის ღამურები საქართველოში არ ბუდობენ, თუმცა ქართველმა მეცნიერებმა მაინც შეისწავლეს გამოქვაბულებში მობინადრე მღრღნელები, რომლებშიც ვირუსი დადასტურებული არ იქნა. დაავადების პირველი შემთხვევა არც თუ შორეულ 1998 წელს მალაიზიაში დაფიქსირდა. ნიპას ვირუსი ახალი არ არის, პირველად ამას ვიტყვი და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ ინფორმაციას მივაწვდი. საქართველოსათვის არ არის საშიში, იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანს ნებისმიერი დაავადება სტრესის ფონზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, პანიკის, ნერვიულობის, სტრესის ფონზე იმუნიტეტი ქვეითდება და დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს ნებისმიერი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია. ამიტომ მოდი პანიკაში ნუ ჩავაგდებთ ხალხს და თავიდანვე მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს ვირუსი საქართველოში არ არის და სავარაუდოდ არც იქნება, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა ღამურებში, იმ ღამურებში, რომლებიც იკვებებიან ხილით. საქართველოში ესეთი ღამურები ვერ აღმოაჩინეს, იმიტომ რომ გამოიკვლიეს ღამურები გამოქვაბულებში, სადაც ბინადრობენ სულ ყველგან გამოიკვლიეს და ესეთი ღამურა საქართველოში არ აღმოჩნდა. ერთს იმას გეტყვით კიდევ, რომ ამ კორონავირუსისაგან განსხვავებით ეს უფრო იშვიათად მოიცავს ფართო მასშტაბებს, იმიტომ რომ გავრცელება თუ კორონავირუსისა იყო ჰაერწვეთოვანი, ეს არის ახლო კონტაქტი დაბინძურებული საგნებიდან. დაბინძურებული საგნები არის ნერწყვის და გამონაყოფების, ღამურას გამონაყოფების, რომელიც აბინძურებს ხილს, ხეხილს. განსაკუთრებით ეს ეხება პალმას, პალმის წვენს. რა თქმა უნდა, ცოტა თავი უნდა შევიკავოთ არასასურველი ხილის ყიდვისაგან. პროფილაქტიკა არის უფრო წამყვანი ამ დაავადების დროს, იმიტომ რომ ვაქცინა არ არსებობს, მკურნალობა არ არსებობს, ლეტალური გამოსავალი, ანუ სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი აქვს 50-75%. ადამიანი უფრო სწრაფად იღუპება ვიდრე კორონავირუსული ინფექციის დროს. შესაბამისად, გავრცელების არეც უფრო ნაკლებია. ჯერჯერობით ინდოეთის ერთ-ერთი ადგილი შემოსაზღვრულია ის ტაილანდში, იქ არის გავრცელებული, ბანგლადეშშია გავრცელებული, გავრცელებულიც არ ითქმება, აი აფეთქებებია, თორე პანდემიის სახეს ეს ვირუსი სავარაუდოდ ვერ მიიღებს, ისე როგორც მიიღო კორონავირუსმა. აი პირველი და აუცილებელი არის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რა თქმა უნდა დავიცვათ ხელის ჰიგიენა, უნდა გავრეცხოთ ხილი აუცილებლად, არ ვიყიდოთ დაზიანებული, რომელსაც შეიძლება გქონდეს ნაკბენი ამ ღამურისგან, გავრეცხოთ და გავთავაზოთ.